ახალი დეტალები ეგრეთ წოდებულ ციანიდის საქმეში მეუფე პეტრე მორიგ სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მისი მტკიცებით იმ შემთხვევაში თუ დეკანოზე გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში თანამონაწილეებად მეუფე დიმიტრის და სოსო ხანაშვილს დაასახელებდა, ბრალდებულს გაათავისუფლებდნენ. როგორც სასულიერო პირი ამბობს, ამის შესახებ საუბარია მამა გიორგი მამალაძის მიერ სინოდისთვის გაგზავნილ წერილში. შესთავაზე თუ არა პროკურატურამ დეკანოს შეღავათი თანამშრომლობის სანაცვლოდ ამას დაცვის მხარე ადასტურებს. რაც შეეხება საპატრიარქოს იურისტ ედიშერ ქარჩავას თქმით, მას წერილის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. კიდევ ერთი დეტალი, რომელიც დღეს გახდა ცნობილი, მარტში დეკანოზის ადვოკატებსა და სინოდის წევრებს შორის გამართულ შეხვედრას ეხება. ხათუნა გაგმიცეთ დეტალებით. წმინდა სინოდის ერთადერთი წევრი, რომელიც ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის უდანაშაულობაში დარწმუნებულია, აქამდე უცნობ წერილზე ალაპარაკდა. ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ამბობს, რომ დეკანოზმა მისი მეშვეობით სინოდს ციხიდან წერილი გაუგზავნა, რომლის გაცნობაზე სინოდის წევრებმა უარი თქვეს. მეუფე პეტრეს ინფორმაციით, ამ წერილში დეკანოზი მამალაძე პროკურატურის შეთავაზებაზე საუბრობს, რომლის მიხედვით თუ ის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მზადების მონაწილეებად პატრიარქის ძმისშვილს მეუფე დიმიტრისა და უწმინდესის დაცვის უკვე ყოფილ უფროს სოსო ხანაშვილს დაასახელებდა, განრიდებას გაუფორმებდნენ. ამ წერილში წერია, რომ მასზე ირიბად თუ პირდაპირ იყო მოთხოვნა, რომ მას დაესახელებინა დაცვის უფროსი და პატრიარქის ძმისშვილი. თითქოს ისინი იყვნენ თანამონაწილეებად და მას პირდებოდნენ განრიდებას. გამოძიება მოითხოვდა ამას. პეტრე ცაავა დღეს დამატებითი კომენტარისგან და წერილის გასაჯაროებისგან თავს იკავებს. მიტროპოლიტის განცხადებას ადასტურებს ბრალდებული დეკანოზის ადვოკატი გიორგი ფანცულაია. კიდევ ერთი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი კი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ დეკანოს თანამშრომლობას პროკურატურა მართლაც თავაზობდა თუ ის სასურველად ჩვენებას მიიღებდა. Გავსი საუბარი ნამდვილად იყო გიდასტურებ მასაც მეუფე პეტრე საუბარს. თქვენს გითხრათ მამა გიორგი ეს ყველაფერი? კი, ახლა ვიცი ხოლმე. დაპირებების შემთხვევაში ესე კონკრეტულად და დეტალურად არა, მაგრამ ზოგადად იყო საუბარი, რომ ბევრი რაღაცა ფორმა არსებობს თანამშრომლობის შემთხვევაში. ბრალის შემსუბუქებას გარკვეული პირობების შეცვლას. წმინდა სინოდის მისამართით გაგზავნილი წერილის შესახებ არაფერი იცის საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავა. სინოდის წევრებისა და მამალაძის ადვოკატების მხოლოდ ერთ შეხვედრას იხსენებს, სადაც წერილი არავის უხსენებია. იურისტი ამბობს, რომ ამ შეხვედრას ესწრებოდა მიტროპოლიტი პეტრე ცაავაც და ადვოკატებმა ბრალდებული საქმეში პროცედურულ დარღვევებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები, ასევე მეუფე პეტრეც და მსგავსი რამ ინფორმაცია ან წერილი შესაძლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით ჩემთვის ცნობილი არ არის, ვინაიდან მსგავსი არ გაჟღერებულა. თუნდაც პროკურორის ან გაუმძიბლის მხრიდან ყოფილიყო რაიმე სახის შეთავაზება თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ამაშიც უკანონოს ვერაფერს ვერ ხედავ. ეგრეთ წოდებული ციანიდის საქმეზე პეტრე ცაავას განცხადებაში ხსენებული ორივე პირი გამოძიებამ უკვე დაკითხა. მეუფე დიმიტრის ჩვენება ორჯერ აქვს მიცემული, თუმცა საჯარო განცხადებებს ერიდება. საქმის მოწმეა სოსო ხანაშვილიც, რომელიც როგორც ცნობილია, გერმანიაში გაემგზავრა. შესთავაზეს თუ არა პატრიარქის მდივან რეფერანტის მკვლელობის მზადებაში ბრალდებულ დეკანოს თანამშრომლობის შემთხვევაში შეღავათები ამ თემაზე საგამოძიებო უწყება კომენტარს არ აკეთებს. ცნობილია, რომ ეგრეთ წოდებული ციანიდის საქმეზე ძიება გრძელდება. ბრალდებული დეკანოზის საქმე კი არსებით განხილვაზე გადავიდა. სხდომები სავარაუდოდ დახურული იქნება. პირველი პროცესი 19 მაისს არის ჩანიშნული.